თუ გახსოვთ, მსგავს თემაზე უკვე მაქვს ვიდეო გადაღებული. შეგიძლიათ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დაჩეკოთ ისიც, თუ ახალი ხართ ამ არხზე და არ გაქვთ შედარებით ძველი აპლოუდები ნანახი. მაგრამ მაშინდელი ინციდენტი იყო საკმაოდ უვნებელი. სტანდარტული ტროლინგ ოპერაცია, სადაც ორმა სტუდენტმა ტოსტერის შემქმნელი სახელი საკუთარი ჩაანაცვლა და წლების განმავლობაში ვერავინ გაიგო ამის შესახებ. მოკლედ, victimless crime როგორც ამბობენ, მაგრამ დღევანდელი ტროლინგი ბევრად უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდა. უბრალოდ ხალხის გასულელებასთან ერთად კერძო საკუთრების განადგურებაც კი მოახერხა. დღევანდელ ვიდეოში მე თქვენ მოგიყვებით მორიგ ტროლინგ ოპერაციაზე, რომელიც 4chan-ზე დაიბადა და მეინსტრიმამდე მიაღწია. დაასობით ადამიანი ტელეფონის გარეშე დატოვა. თუ პირველად ხართ ამ არხზე გთხოვთ გამოიწეროთ ის და ასევე დაალაიქოთ ეს ვიდეო და დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, ეს ხელს უწყობს ვიდეოს, რომ ალგორითმი უკეთესად გაფუშოს და მეტი ადამიანი შეძლებს მის ნახვას. წინა ვიდეო პირველი 24 საათი იყო გაყინული 100 ნახვაზე, მაგრამ თქვენი აქტიურობის წყალობით 1800-მდე ავიდა, ამიტომაც მადლობელი დავრჩები, დღესაც თუ იზავთ იგივეს. ისტორია იწყება 2014 წლის სექტემბერში. Apple-ის ახალი პრეზენტაციიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და მასში ტექ ინდუსტრიის გიგანტმა თავისი ახალი ფლაგმენი iPhone 6 და მისი ოპერატიული სისტემა iOS 8 გამოაჩინა. განახლებული დიზაინი, განახლებული ოპერაციული სისტემა, ყველაზე დიდი ეკრანი, ყველაზე ძლიერი კამერა iPhone-ის ისტორიაში და ასე შემდეგ. მოკლედ, iPhone-ის მომხმარებლებისთვის საკმაოდ საინტერესო და კონტენტით ახსავსე დღე გამოვიდა. ამ ყველაფერს Apple-ის ფენბოიებზე არანაკლები ინტერესით უყურებდა 4chan-ი. მოდი პატარა ბექსტორი გავაკეთოთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ რა არის 4chan-ი. ის არის ანონიმური ინგლისურენოვანი ვებსაიტი, რომელიც წარმოადგენს image boards, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სურათების გაზიარება და სხვადასხვა თემაზე დისკუსიის გამართვა. საიტი 2003 წელს კრისტოფერ პულმა მეცახელად მუთმა შექმნა და ის იაპონური image board-ის Futaba channel-ის, იგივე 2chan-ის ინსპირაციით შეიქმნა. 4chan-ის მთავარი, ასე ვთქვათ, ფიშკა არის სრული ანონიმურობა, რეგისტრაციაც კი არ არის საჭირო. და პოსტების წარმავლობა, ასე ვთქვათ, ანუ ძველი პოსტები ავტომატურად იშლება რაღაც კონკრეტული რაოდენობის დრო როცა გავა. საიტი დაყოფილია სხვადასხვა თემატურ ფორუმებად, ანუ ბორდებად, როგორც მათ ქვია, რომლებიც მოიცავს საკმაოდ მრავალფეროვან თემებს, ანიმეთი და კომპიუტერული თამაშებით დაწყებული, პოლიტიკითა და იარაღის განხილვით დამთავრებული. ვებსაიტი ცნობილია თავის თავისუფალი და ხშირად უკონტროლო გარემოთი, რამაც ის აქცია მრავალი ინტერნეტ მიმის და ონლაინ სუბკულტურის წარმოშობის ადგილად. აქციაში საერთოდ რიკროლიც კი შედის, მათი მოგონებულია ზუსტად. ამავდროულად 4chan-ს ხშირად აკრიტიკებენ, რომ არის სიძულვილ სავსე ადგილი, ექსტრემისტები იყრიან თავს, ერთმანეთს სხვადასხვა შეურაცხყოფელი შინაარსის მქონე მასალებს ურცელებენ და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში გექნებათ 4chan-ზე მსგავსი წარმოდგენა, თუ ნორმისი ხართ, რომელიც მეინსტრიმული საიტების მაქსიმალურად მოდერირებულ და კორპო-ფრენდლი გარემოს არ გაცდენილა. როგორი ზღაპრებიც არ უნდა შექმნან 4chan-ზე, რომ ნეონაცისტების და რადიკალების ბუდია, სიმართლე ის არის, რომ ერთი ჩვეულებრივი ვებსაიტია, სადაც შიგადაშიგ ერთმანეთს ნიგას ან სხვა რასისტულ სიტყვას ეძახიან, სულ ეს არის. კი, რა თქმა უნდა, ნეონაცისტებიც არიან საიტზე, მაგრამ ეგენი ყველგან ტრიალებენ. ინსტაზეც კი იპოვით აკაუნტებს user-name-ით თეთრი გიგა ჩადით 1488, განსაკუთრებით rilsების კომენტარებში. მოკლედ 4chan-ის ბუგიმენის იმიჯი ძალიან გაბუქებულია, ჩვეულებრივი საიტი არის, სადაც ნაკლები ცენზურაა. თუ რეალური ექსტრემიზმის პოვნა გინდათ, 8chan-ი უფრო შეეფერება ამ სტატუსს, მაგრამ დღეს ამ თემაზე არ გვაქვს ვიდეო. მოკლედ 4chan-ის ერთ-ერთ ბორდზე, რომელზეც განიხილება ტექნოლოგია, გაჩნდა მსგავსი პოსტი. აი ესეთი პოსტერი Apple-ის ოფიციალურ სტილში და მსგავსი შემცველობის ტექსტით. Wave არის ჩვენი უახლესი და ყველაზე დიდი დამატება iOS 8-ისთვის. Wave საშუალებას აძლევს თქვენს მოწყობილობას დაიტენოს უკაბელოდ მიკროტალღური სიხშირეების მეშვეობით. Wave-ის გამოყენება შეიძლება თქვენი მოწყობილობის ბატარეის სწრაფად დასატენად, ნებისმიერი საყოფაცხოვრებრო მიკროტალღური ღუმელის გამოყენებით. iOS 8 შეიცავს ახალ დრაივერებს, რომლებიც უერთდება თქვენი მოწყობილობის რადიობაზის ზოლს, რაც საშუალებას აძლევს მას სინქრონირდეს მიკროტალღურ სიხშირეებთან და გამოიყენოს ისინი თქვენი ბატარეის დასატენად. გონი იმის თქმა მჭირდება, ეს სრული აბსურდია, ხო? სოფტვერის განახლებით შეუძლებელია მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა. ზოგადად გონი hardware-ის განახლებითაც შეუძლებელია, მაგრამ კარგი. 10 წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამას, მაგრამ იც twin დაიჯერებს? სწორია, ხალხი, რომელსაც ტექ განათლების ნასახიც კი არ გააჩნიათ და 4chan-ის მომხმარებლებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ. ზოგადად 4chan-ი ტროლინგის ექსპერტია, ამას ნამდვილად ვერ დაუკარგავ. და როგორც კი ტროლინგ ოპერაციის დეტალები შეათანხმეს მომხმარებლებმა,
გაემგზავრნენ Twitter-ზე, სადაც დაიწყეს ამ ტყუილის გავრცელება. ისე უნდა შევაქო ანონები, ესე ეძახიან 4chanis მომხმარებლები ერთმანეთს, საკმაოდ კარგად არის შესრულებული ეს ყალბი პოსტერი, პროფესიონალურად და გამართული ენით, მოკლედ მაქსიმალურად მიახლოებული Apple-ის ოფიციალურ დიზაინებთან. და რა თქმა უნდა, Twitter-ზე დაპოსტვიდან, მალევე ცნობის მოყვარე, გაუნათლებელმა და კრიტიკული აზროვნების არ მქონე ხალხმა დაიწყო საკუთარ ახალ iPhone-ზე ექსპერიმენტების ჩატარება. Apple-ის ახალი ფუნქცია, რომელიც iOS 8-ში დაამატეს სახელად Wave, რომელიც საშუალებას აძლევს ტელეფონს მიკროტალღური ღუმელებით დაიტენოს, ვცადე და არ მუშაობს. Apple Wave-ის გამოყენება ვცადე და ეხლა ჩემი ტელეფონი იწვის. Wave გამოიყენეო თქვეს, შენ ტელეფონს მიკროტალღურ ღუმელში დატენიო თქვეს. არ სცადოთ Apple Wave-ის გამოყენება. რაიმე თუ შეიძლება გავაკეთო iPhone-ის მიკროტალღურ ღუმელში წამზე ნაკლები დროით მოთავსების შემდეგ. ის არ ირთვება და უბრალოდ აჩვენებს Apple-ის ლოგოს. ვცადე Sleep და Power ღილაკების დაჭერა, მაგრამ უშედეგოდ. ასევე ვცადე კომპიუტერთან დაკავშირება და არც მან შეცვალა რამე. ჩემმა მეგობარმა ნახავი რუსული ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, თითქოს ადამიანებს შეეძლოთ iPhone-ის დატენვა მისი რამდენიმე წამით მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებით. მე რამდენჯერმე ვცადე მისი გადარწმუნება, მაგრამ ის მაინც ამტკიცებდა, რომ ეს მუშაობდა. ის შევიდა სამზარეულოში, ხელში iPhone-ით და დარწმუნებული იყო, რომ მე არასწორი ვიყავი. რამდენიმე წამის შემდეგ, არაუმეტეს 5-ის, მიკროტალღურმა ღუმელმა ნაპერწკლები დაყარა და ჩემი სამზარეულო ლურჯად განათდა. გაოგნებულმა მან მაშინვე გამოიღო ტელეფონი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მისი ბატარია არ დაიტენა. და საბოლოოდ მას iPhone-ის მაღაზიაში შეცვლა დასჭირდა. საინტერესო ისაა, რომ ეს არ იყო მთლად ორიგინალური იდეა, ერთი წლით ადრე ინტერნეტში უკვე დადიოდა მითი იმაზე, რომ ტელეფონის დატენვა მიკროტალღურ ღუმელში არის შესაძლებელი. თუმცა ეს მითი მალევე დაამტკიცეს, რომ ფეიქი იყო და ცოტა ხანში ის გაქრა. 4chan-მა კი კარგად ისარგებლა ახალი iPhone-ის გარშემო ჰაიპით და საჭირო დროს დააბრუნა ის უკან. პროფესიონალურმა გაფორმებამ კი თავისი საქმე იდეალურად გააკეთა. ამასობაში ტყუილი აგრძელებდა და აგრძელებდა გავრცელებას, გაჩნდა ჰეშტეგი Apple Wave, რომელსაც იყენებდა ხალხი დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ზოგი კი რეალურად იჯერებდა მის აუთენტურობას და ცდილობდა ახალ ინოვაციურ ფუნქციაზე შეეტყობინებინა სხვებისთვის. მე ჩემი iOS 8-იანი iPhone-ი მიკროტალღურ ღუმელში შევდე და ახლა მისი ბატარია 500%-ზეა. იშვიათად ვარ აღფრთოვანებული Apple-ის პროდუქციით, მაგრამ ახლა ხამცადე Apple Wave და ის საოცარია. ცოტა ხანში ყველაფერმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციამაც კი მიმართა ხალხს თხოვნით, რომ არ დაიჯერონ ამ ფუნქციის არსებობაზე და შეწყვიტონ ტელეფონების მიკროტალღურ ღუმელში შედება. როგორც მედია წერს, ამ ექსპერიმენტმა რამდენიმე ხანძარი გამოიწვია და უსაფრთხოების სამსახურებისთვის დიდი თავის ტკივილის მიზეზი გახდა. და ბოლოს მეინსტრიმ ნიუსებამდეც კი მიაღწია, სადაც ხალხს აფრთხილებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ სცადონ ტელეფონის მიკროტალღური ღუმელით დატენვა. Yeah, don't put your phone in the microwave, don't put your phone in the toilet. I mean, come on, a lot of these things seem they should be common sense. Charge your phone in the microwave feature. Just to be clear, don't ever do that. Apple-მა გადაწყვიტა, რომ დაიგნორებინა ეს ინციდენტი და კომენტარიც კი არ გააკეთა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კვირობით მისდიოდათ იმეილები და ტექ სუპორტი ჩაფლული იყო ამ საკითხში. ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ ხალხს ნებისმიერ ამას დააჯერებ, თუ ცოტა მაინც მოინდომებ, რომ შენი ტყუილი რეალისტურად გააფორმო და იმაში, რომ მასების სიდებილეს საზღვარი არ აქვს. 4chan-ი კი დაუბრუნდა თავის ყოველდღიურ საქმიანობას და მორიგი ტროლინგ ოპერაციის გამზადება დაიწყო. მაგალითად 2 წელში, როდესაც iPhone 7 გამოვიდა, მათ ზუსტად იგივე სქემა გაათამაშეს. და ამჯერად დაარწმუნეს ხალხი, რომ headphone jack-ის დაბრუნება შეიძლებოდა, თუ დრელით გახურეტდით სატენი პორტის გვერდით ადგილს. კი სწორედ iPhone-ის ამ თაობის გამოსვლის დროს გააქრო Apple-მა ყურსასმენის პორტი და რა თქმა უნდა ცოტა ხანში სხვა ბრენდებმაც მიბაძეს. გულახდილი რომ იყო Apple მეტ ჰეიტს იმსახურებს თავიანთი ინოვაციებისთვის. სატენის თავი რომ აღარ მოყვება ტელეფონებს, ეგეც მათი დამსხურებაა. ეკოაქტივიზმი MyOS ფულის დაზოგვის მარტივი მეთოდი გამონახეს და კი სწორედ მიხვდით ხალხმა ესეც დაიჯერა და დაიწყო ტელეფონის დრელით გაბურღვა, მაგრამ ამ ისტორიაზე დეტალებში უკვე აღარ მოგიყვებით, იმიტომ რომ ის მიკროტალღური ღუმელის ამბის იდენტურია ერთ-ერთში და წყალგამძლეობის ფრენკსაც იგივე ეხება, როდესაც ძველ მოდელებზე დაარწმუნა 4chan-მა ხალხს, რომ შეეძლოთ წყალში ჩაედოთ ისე რომ არანაირი ნეგატიური ეფექტი არ ჰქონოდა ამას. ოღონდ ძველ მოდელებზე გვაქვს საუბარი, სანამ რეალურად გაჩნდებოდა ეს ფუნქცია თანამედროვე ტელეფონებში.
მოკლედ, მეტი მოსაყოლი ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი არ არის, საკმაოდ პატარა ისტორია, უბრალოდ სასაცილო არის და მინდოდა რომ თქვენც გწოდნოდათ მასზე და ახლა იცით. მოკლედ, როგორც თქვი ვიდეოს დასაწყისში, თუ პირველად ხართ აქ, გთხოვთ რომ გამოიწევთ არხი, დაალაიქოთ, დატოვოთ კომენტარი, რომ უკეთესად გაფუშვოს ალგორითმმა ვიდეო და მეტმა ხალხმა ნახოს ის. ძალიან დამეხმარებით ამით. ხოლო მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ახალი ვიდეო ძალიან მალე დაიდება. Bye bye.